პერსპექტივას რაღაც იმ იმედებს გადავცემთ, რომ როდესაც რუსეთი დაიშლება, ან როდესაც ჩვენ გავხდებით ნატოსები, ეს არ გვაძლევს დაიმედების საშუალებას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, საფრთხეები ამ ქვეყანას კიდევ აქვს წინ. კიდევ აქვს წინ საფრთხეები. ჩვენ კიდევ მზად უნდა ვიყოთ. საფრთხეების განეიტრალება ხდება ამ პოლიტიკური მეთოდებით. არა ისე რომ მხოლოდ დასავლეთს უთხრათ, რომ აი იცოდეთ საფრთხეებს თქვენ გააკეთეთ. ჩვენმა ქართულმა პოლიტიკამ რაღაც უნდა ახორციელოს ხელისუფლების როლი ამ დროს რა არის, ვეღარ ვგებულობთ მე. და მეორე მხრივ ვიყოთ მზად თავდაცვისათვის ნებისმიერი ახალი საფრთხეებისგან. თავდაცვისათვის ეს სისტემა რომ ვერ გაარჩევს ამ თავდაცვას თავს, რომელიც დღეს არის, მე ამაში დარწმუნებული ვარ და ამიტომ ხდება. მადლობთ, ბატონო, როგორ უნდა აეწყოს ეს სისტემა? როგორც ვიცით, ჩვენი ხელისუფლების იგივე თავდაცვის ხელმძღვანელობა დასავლურ პარტნიორებს აწმუნებს, რომ მათ დამატებით იარაღი სხვადასხვა აღჭურვილობების შეძენა სჭირდება და ეს გამოასწორებს ამ პრობლემას. თუმცა არ ვიცით ის საქართველოში წამოსული დახმარებებიდან რომელიმეში თუ ჩაიდება შეიარაღების კომპონენტი, ალბათ არა. პირველ რიგში ესეთი გლობალური საკითხების გადაწყვეტას დაიწყებს ხელისუფლება, მე ვფიქრობ ხელისუფლების მორალური ვალია ჩამოიყვანოს, ჩამოასვენოს დარჩენილი ცხედრები ცხინვალიდან და მის მიმდებარე ტერიტორიიდან, რადგან დაახლოებით ჩემი ანგარიშით 20-მდე ადამიანს ელოდებიან მისი ჭირის უფლები საქართველოში, მათი ცხედრები შეიძლება ჯერ კიდევ იყოს და ეს არის სერიოზული მოლაპარაკების თემა. ამ შემთხვევაში ცხინვალთან და მე ვისურვებდი, რომ ამ ადამიანებს მიეღოთ ეს ნუგეში. ეს პირველი რაც მორალური ვალია. რაც შეეხება გლობალურ საკითხებს, ისე მე ვფიქრობ, რომ საქართველოს დღეს როგორც არასოდეს არის დამოკიდებული გარემოს დახმარებაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ევროკავშირის და საერთის ქვეყნები უკან ნახებენ და მიაწვდიან საჭიროების შემთხვევაში ამ იარაღს და გეთანხმება იმაში, რომ იარაღის მოთხოვების ფაზარი საქართველოსთვის ალბათ კარგი ხნის განმავლობაში, თუმცა ერთი წელი მაინც ანან დასავლეთი არ დარწმუნდება, რომ აქ ომის განახლების პოტენციალი და საფრთხე არ არსებობს, არ მიაწვდიან. მაგრამ აწვდიან დახმარებას და თქვენ და ყველამ ეს ჩვენ დავინახეთ, გამოსაყენებელია ეს რესურსი, გამოსაყენებელია ის ნდობა, რომელიც დარჩა დასავლეთის ქვეყნებს. საქართველოსადმი, ქართული ხალხისადმი და ეს რესურსი არის გამოსაყენებელი და არ ვიცი ხა შეიძლება ძალიან ბანალურს ვიტყვი. მაგრამ თავი არის ის, რომ კიდევ ერთხელ არ აღმოჩნდეთ პროვოკაციაში ჩართული, რაც თავში ვთქვი ახლა ცნობილი პრისის საფრთხე. ლავახტების და რისის სურვილი. მოდი კონკრეტულად ახალგორჯული ის სურვილიც აქვს რუსეთს. ახალგორჯი იქნება ეს. პასუხისგანცემა დიდი ბოდიში მოდით თუ გაქვთ შეკითხვები სულ ორი შეკითხვა და უნდა დავასრულოთ უკვე ჩვენ გადავიდეთ. ბატონ გიასამართლება ასეთი კითხვა ბატონმა გიამ ახსენა ჩართული შეამოჩართულია. ბატონმა გიამ ახსენა რაღაც ფარდო საინფორმაციო წყაროები, რომელთაც დაყრდნობით იქ საუბრობდა. მე მაინტერესებს ფლოგს ბატონ გიას რამე ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ახლა ახალგორჯში ხდება. და თავისი პროგნოზები როგორია? არა, მე მგონი რა განსაკუთრებული ასეთ საინფორმაციო საშუალებები გადმოსცემენ ეს მდგომარეობა ახალგორჯში. ეს მდგომარეობა სამხრეთ დამატებითი ინფორმაცია ესეთი არ აქვს. ბატონ გია, თქვენი საფრთხე ქართულმა მხარემ კორიდორის გამოცხადებისას უარ დაუშვა შეცდომა, ან იყო ეს საჭირო? კორიდორის გულისხმობ უკაცრავად. კორიდორი გამოცხადდა. საფიქრობ, რომ რამე მნიშვნელობა ჰქონდა გამოცხადება. ან რამე კაცი მობილიზება. მე როგორც ვთქვი, კორიდორის გამოცხადების რეალური მიზეზი იყო დროის მოგება და არაფერი სხვა. ანუ შეცდომა ამ დროს არ ყოფილა. რას გულისხმობ? ანუ თქვენ თვითონ ეს რამე შანსი ამით? დროის მოგება იყო და ამაზე მოწინააღმდეგე არ წამოედო მინდა გითხრათ. არის თუ არა პუტინის აგრესია და მთლიან რუსეთის აგრესია გამოწვეული საქართველოსადმი? აი ჩვენი პრეზიდენტის ვიწეჯერებული და თამამის საოფისე გამო. არის თუ არა რუსეთის აგრესია გამოწვეული ჩვენი პრეზიდენტის თავდაჯერებულობით? ну ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ესეც იგულისხმებოდეს, თუმცა ის ინტერესები ბევრად უფრო დიდია, ვიდრე პიროვნული სიმპათია ან ანტიპათია. ბოლო ვითარებაში რა ხდებოდა, მე მგონი უფრო გამოიწვია მაგის საუბაროდან. რამდენად არის მაინც უფრო ჩაჩვენებული უკვე არის ბატონ გიას მაქინა თქვენში შეიძლება თუ გაქვს ბოლო რეპლიკები სულ სიტყვით და ვასრულებთ. რა გავაკეთოთ თანდაყოლში? ორი რამ უნდა გავაკეთოთ. მარადიული შეკითხვა. სოციალ-კადრო პოლიტიკა შეიარაღებულ ძალებში
და ყველა პრობლემა მოგვარებული იქნება, იმიტომ რომ სწორად შერჩეული კადრები სწორად გადაწყვიტავს სახელმწიფოს წინაშე არსებულ საფრთხეებს და სწორად დაგეგმოს ამ საფრთხეების წინაშე სახელმწიფოს ბრძოლის უნარიანობის განსაზღვრას. და მეორე, საზოგადოებას უნდა ანახოს პირველ რიგში ხელისუფლებამ თუ როგორ პატივს სცემს ის თავის მეომრებს, როგორ ცოცხლებს, ისე მიცვალებულებს. მაშინ როდესაც პატივს თქვენი ინფორმაციით რაღაც ნაწილი დააჯილდოვა 20 სამხედრო მოსამსახურის გვამი დაკარგულ ტერიტორიაზე რჩება და არავინ ამაზე არ მუშაობს, არ საუბრობს და ისინი ვინც გადმოიყვანეს ზაპატივიცაც დაიგრძავნენ ნახეთ ალბათ არა. ერთობით მათი ნაწილი კვლავ უცნობი ჯარისკაცია. ეს არ მიუთითებს ეს შეკითხვა მაქვს ხა არც რამდენად და მიცვალებულების გარდა არიან ცოცხლები, რომლებსაც შესაბამისი პატივი არ აქვს მიგებული. ხატომ არის ყობა ამდენი უცნობი ჯარისკაცი. გამოცდილი ექსპერტი ხარ, ჟურნალისტი ხარ, ბევრი რამ გინახავს. არ ვიცი, უცბად ვკითხა, მაგრამ იმ ნამბობით იმ ისტორიითაც მე ჯარისკაცებისგან, ოფიცრებისგან მომისმენია. ეს იყო სნაიპერების ან ავიცი სხვა დანიშნულების ნაცადების ინტენსიური მოქმედება იმ ზონაში, სადაც დაჭილები და დახოცილები იყვნენ და ვერ შედიოდნენ. მეორე ვერსია არის ის, რომ თქვა სანიტარული საევაკუაციო ბრიგადები არ იყო საამისოდ მომზადებული. ბევრი რამეა, ნუ თავშივე გითხარი, დამარცხებული ობოლია მეთქი. ახლა ბევრ რამეს ლაპარაკობენ, მაგრამ მე არ ვიცი რა, მე მართლა არ მესმის იმის, როგორ შეიძლება ერეკლე ყულოშვილი კაპიტანი დაეტოვებინათ ბრძოლის როზენის თანამებრძოლებს. ჩემთვის ეს გაუგებარია და სხვა მეთაურებიც, რომლებიც მათთან ერთად იყო. იყო აქ საერთოდ ის საბრძოლო მეგობრობა, რაც უნდა ყოფილიყო. მიჭირს ამის თქმა, ძალიან მინდა ამას რომ ამბობ, მაგრამ ცოტა არ იყოს გაუგებარია 8 აგვისტოს დაღუპული ადამიანის ცხედრის გამოყვანა. რატომ შეიძლება 11 აგვისტოს ან 10 აგვისტოს. ესეთი ბევრი ფაქტია რა და ამას ეს აქ საუბრო თემა ეს არის ძალიან მძიმე თემა ამ იმაში. ბატონო, ბოლო წინადადება აი ეს დამეცნება და ეს ალბათ სურვილიცაა. ჩვენ უნდა ავაშენოთ შეერაგებული ძალები. ეს არის ერთი მხრივ ძალიან მარტივი, მეორე მხრივ რთული. რთული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავაგრძელებთ საგრძელოებით და ლოზუნგებით ჯარის შენებლობას, მარტივი თუ პირველ ეტაპზე გავითვალისწინებთ თუნდაც რომელიმე ქვეყნის გამოცდილებას და საქმის კეთება შეუძლებთ არა იმიტომ, რომ რაღაცა მხოლები დაიწეროს, რაღაცა კარიერა გაიკეთოს, არამედ ჩვენ შევქმნათ შეერაგებული ძალები, რომელიც შედეგს მოიტანს. უნდა იყოს შედეგი უკაცრავად. მე მახსოვს განხადებები ყოფილი თავდაცვის მინისტრის, პრეზიდენტის, სხვადასხვა ჩინოვნიკებს, აი ამ ბიჭერმა უნდა აღადგინოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ რისთვის უნდა შევქმნათ ჯარი, რომ ძალით დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები. ეს ასე პირდაპირ არ ხარდებოდა, მაგრამ ასე ითარგმნებოდა. არა, ეს ტექსტი იყო ასეთი, რომ აი ამ ადამიანებმა ძალით უნდა ძალით გამოყენებით, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები. არა, ისთვის უნდა სტრატეგიულად ისთვის უნდა შეიქმნას ეს ჯარი. ანუ ეს არის ჩვენ ამ კალკებიდან განთავისუფლდებით ამ იდეოლოგიასგან, რომელიც საჭირო კავშირიდან მოგზდევს, ან კვლავ გავაგრძელებთ ისეთ რაღაც ბურუში ცხოვრებას. ჯარი იქნება იმის რომ იყოს ჯარი. შემდეგ მათ რისთვის გამოიყენეს, ეს უკვე სხვა თემაა. ტერიტორიული მთლიანობას აღადგენ, მოსკოვს დაიპყრო, თუ რაც გააკეთეს, ეს არის პოლიტიკური ცხოვრების შედეგი, როცა იმ ეტაპზე ჩვენ ჯარი შექმნათ თავარი, ჯარი არ შეგვიქმნია და რისთვის შექმნათ, ეს უკვე ისეთი მადლობთ, ბოლო რეპლიკა და დავასრულებთ. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ვიგრძნოთ თავი დაცულად, იგივე ნატოში გაწევრიანება. და უნდა ირაკლის ნათქვამს გამოიხმაურო. სამხედრო კომპონენტი ერთ-ერთი უნიშნულოვანესი კომპონენტია და ფაქტორი ჩვენ ნატოში მიღება არ მიღების. მაგრამ მაპი თვითონ გვაძლევს საშუალებას ამ გეგმას თუ გავყვებით ჩვენ მიზანი დასახულად და შევასრულებთ, ეს ნიშნავს, რომ უკვე სამხედრო კომპონენტიც იქნება მზად ნატოში გაწევრიანებისათვის. ანუ პირველი ამოცანა ამ გზაზე არის მაპის მიღება და ამ ხელისუფლების შემთხვევაში ეს შეუძლებელია, მე მგონი უკვე ნათელია ყველასათვის. დიდი მადლობა ყველას გადაცემაში მონაწილეობისათვის. ასეთი იყო დღევანდელი ბარიერი. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ პარასკევს, სამშაბათის სტუდია ბარიერის ეთერში იმუშავებს ალე კოელისაშვილი. დიდი მადლობა რომ გვისმენთ, კარგად გრძანდებოდეთ.